ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. ღირსი დოდო გარეჯელი. ქართული სამონასტრო ცხოვრებისა და სულიერი კულტურის ისტორიაში დავით გარეჯის მრავალთა სრულიად უნიკალურ განუზომელი მასშტაბის ციტადელს წარმოადგენს. გარე კახეთში, ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმულია ეს საკულტო კომპლექსი. საუკუნეების მანძილზე ქართველი ერის არა მხოლოდ სულიერ საყრდენს, არამედ მწერლობის, ფრესკული ხელოვნებისა და ფილოსოფიური აზროვნების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ისტორიული წყაროების თანახმად გარეჯის მრავალმთაში 12 სხვადასხვა სამონასტრო გაერთიანება არსებობდა, რასაც ადასტურებს იმპერიულ და საეკლესიო სიგილებში შემორჩენილი ტიტულიც. ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ხშირად სწორედ 12 და უდაბნოთა მაკურთხევლად იწოდებოდა. აუზარმაზარი სამონასტრო კომპლექსის აღზევება და უდაბნოს სულიერი აყვავება განუყრელად უკავშირდება ღირსი დოდო გარეჯელის სახელს. ასურელი მამა დავით გარეჯელის უახლოეს თანამოღვაწეს, მოწაფესა და სულიერ მოძღვარს, რომელმაც კლდეში ნაკვეთ სავანეს საფუძველი ჩაუყარა და თავისი ლოცვით საუკუნეებს გაუძღვა. ღირსი დოდო გარეჯელი მე-6 საუკუნის დასაწყისში დაიბადა კახეთში, წარჩინებულთა და გავლენიანთა ანდრონიკაშვილების საგვარეულოში. ჭაბუკობიდანვე ქრისტეს სიყვარულით აღსილმა უარყო საერო დიდება, მიატოვა ოჯახური ქონება და მონაზვნობის მძიმე ასკეტური ღვაწლი იკისრა. მპოვარებისა და განმარტოებული, დაყუდებული ცხოვრების მოყვარული ბერი თავდაპირველად ნინოწმინდაში მოღვაწეობდა, სადაც ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. როდესაც წმინდა დოდომ შეიტყო იოანე ზედაზნელის მოწაფის წმინდა დავით გარეჯელის თბილისიდან გადმოსვლისა და გარეჯის უდაბნოში აღსრულებული სასწაულების შესახებ, სულიერი ლტოლვით აღიბეჭდა და უდაბნოს მიაშურა. დავით გარეჯელის გადმოსვლასა და დოდო გარეჯელის იქ მიბრძანებას შორის სულ რაღაც 1 წელიწადი იყო განსხვავება. ღირსი მამები უდიდესი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს და გვერდიგვერდ დაიწყეს ლოცვითი ღვაწლი. მამა დავითმა იხილარა დოდოს უტეხი სარწმუნოებრივი სიმტკიცე და გონების საოცარი სიმახვილე საფრთხო საკითხებში, უთხრა მას: წადი ჩემო ძმაო, ჩვენ პირდაპირ მდებარე კლდის წვერზე წაიყვანეს სხვა ძმებიც, რომელთაც სურთ იღვაწონ, რათა ხორციელად ამაშრალებმა საკუთარი სულების გადარჩენისთვის იბრძოლონ. წმინდა დოდო მორჩილებითი ამბორა მოძღვრის კურთხევას. იგი რამდენიმე ბერთან ერთად პირდაპირ აღმართულ კლდის წვერზე ავიდა, სადაც საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უმნიშვნელოვანეს განშტოებას, დოდოს რქას. თავად ღირსი დოდო კლდის ერთ ვიწრო ნაპრალში დასახლდა, რომელიც ერთ ადამიანს ძლივს იტევდა. იტყედაღამ ზამთარსა თუ ზაფხულში, ყინვასა და გაუსაძლის სიცხეში, ცრემლით ევედრებოდა უფალს სულიერ შვილთა გაძლიერებას, ცოდვათა მიტევებასა და სრულიად საქართველოს ქრისტიანულად მოქცევას. მის ირგვლივ შეკრებილმა ბერებმა კლდეში გამოკვეთეს სენაკები და დაიწყეს მკაცრი ასკეტური ცხოვრება. დროთა განმავლობაში ამ სენაკების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. წმინდანის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპიზოდი. ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, უბაქარის დავდომილი ვაჟი. ადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებს უამრავი, აუცილებელი საბოძვარი მიართვა. მამა დავითმა მხოლოდ მცირე ნაწილი დაიტოვა, ხოლო დანარჩენი წმინდა დოდოს გაუგზავნა და სთხოვა, უბაქარი და მისი ამალა მოენათლა, ვინაიდან დოდო ხუცეს მონაზონი დელი გახდათ. ღირსმა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის წმინდა საიდუმლო. მან სანათლავ ემბაში დააყენა და ქრისტეს სჯულზე მოაქცია რუსთავის მთავარი ბუბაქარი, მისი 3 ვაჟი და მთელი მისი მხლებლები. მოგვიანებით მადლიერმა ბუბაქარმა კლდეში გამოკვეთა ფერისცვალების ეკლესია, ხოლო წმინდა დოდომ მონასტერში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარიც ააგო. საისტორიო წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ღირსი დოდო როგორც ხუცეს მონაზონი, თავად წმინდა დავით გარეჯელის სულიერი მოძღვარიც გახდათ, რომელიც დიდი აბა აღსარებას აბარებდა. 52 წლის მანძილზე განაგებდა იგი თავის მონასტერს და ღრმად მოხუცებული 91 წლის ასაკში 623 წელს მშვიდობით მიიცვალა. სულიერმა შვილებმა მისი წმინდა სხეული იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი საფლავზე ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია აღაშენეს.
საუკუნეთა განმავლობაში დოდოს რქის მონასტერი ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. მე-11-13 საუკუნეებში საქართველოს გარეჯის საერთო აღმავლობის ხანაში იგი სამეფო მონასტერი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სავანე უშუალოდ სამეფო კარის მფარველობაში შედიოდა. სარგებლობდა სახელმწიფო იმუნიტეტით და მეფეთაგან ფინანსდებოდა. მონასტრის გამოქვაბულებში შემორჩენილია ქართული მონუმენტური მხატვრობის უნიკალური ნიმუშები. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა დოდოს მცირე ეკლესიის საკურთხევლის ჭრში შემონახული მე-19 საუკუნეების ფრესკა. აღსცემჯდომი მაკურთხებელი მაცხოვარი, რომლის ორსავე მხარეს მოთავსებულია მედალიონები მზისა და მთვარის ალეგორიული გამოსახულებებით. ქალისა და ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკის სახით. ქვემოთ კი მთავარ ანგელოზები მიქელი, გაბრიელი, ტეტრამორფი და ქერუბინებია გამოხატული. საგარეჯოში დოდოს უბანში მდებარეობდა წმინდა დოდოს სახელობის საეკლესიო მამულის ვარით, მარნით, ურის ბეღლითა და საფცლით. გადმოცემის თანახმად ამ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა სამხატვრო სასწავლებელი, სადაც ოსტატები იწვრთნებოდნენ. გარეჯის სავანემ უმძიმესი ისტორიული ქარტეხილები გამოიარა მონღოლთა თემურლენგისა და განსაკუთრებით შაჰ აბასის 1615 წლის შემოსევამ, როდესაც აღდგომის ღამეს 6000 გარეჯელი ბერი მოწამეობრივად აღესრულა. მონასტრული ცხოვრება თითქმის განადგურდა. მე-17 საუკუნის მიწურულს წინამძღვარმა ონოფრე მაჭუტაძემ შეძლო სავანის აღორძინება, სადაც მოღვაწეობდა სულხან საბა ორბელიანიც. თუმცა მე-19 საუკუნისთვის დოდორსკის მონასტერი კვლავ გაუკაცრიელდა. ჩამოწოლილმა კლდის ნაშალმა და მიწამ წმინდა დოდოს საფლავიანი ტაძარი სრულად დაფარა. 1891 წელს ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ და ეკლესიის მკვლევარმა მიხეილ გობრონ საბინინმა იხილა, რომ დოდოსკის მონასტერი სავალალო მდგომარეობაში იყო და წმინდანის საფლავს საბოლოოდ დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა. ეგზარქოს ივანიკეს ნებართვითა და დავით გარეჯის ბერების თანხლებით საბინინმა 1891 წლის 16 მარტს წმინდა დოდოს საფლავი გახსნა. როგორც თავად საბინინი აღწერს, 6 ბრტყელი ლოდის აღდისას აუწერელი საამოს უნელება გამოვიდა. 1200 წლის წინ დაკრძალული წმინდანის ნაწილები სასწაულებრივად იყო შემონახული. დიდი გრძალვითა და საეკლესიო საგალობლებით წმინდა დოდოს ნაწილები აღმოასვენეს და დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში გადააბრძანეს. მოგვიანებით რთული საეკლესიო დაპირისპირებების გამო წმინდა ნაწილები დროებით ლავრის ეზოში დაკრძალეს. თუმცა შემდგომში ისინი კვლავ დააბრუნეს ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ეკვდერში, სადაც დღემდე განისვენებენ. საინტერესოა ისიც, რომ წმინდა დოდოს ერთ-ერთი წმინდა ნაწილი საგარეჯოს დოდოს ეკლესიის ხატში ჩაბრძანდა. ეს ხატი 1946 წელს პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონის ემუძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს, რომელმაც იგი საგარეჯოს ტაძარს გადასცა. საბჭოთა პერიოდში გარეჯის უდაბნოს უმძიმესი ხანა დაუდგა. 1958 წელს მონასტრის ტერიტორიაზე სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი შეიქმნა. ტაძრები და სენაკები სამხედროთა და მწყემსთა თავშესაფრად, ხოლო უნიკალური ფრესკები სამიზნეებად და ამოკაწრულ კედლებად აქციეს. ეროვნული და სულიერი აღორძინება 1990 წელს დაიწყო, როდესაც დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრება აღდგა. პირველი ბერი, ვინც იქ დაფუძნდა, ამჟამინდელი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე გახდათ. 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დოდოს რქის მონასტერს მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ და ბერებმა 60 მეტრზე მიწით ამოვსებული მე-6 საუკუნის ტაძარი გაწმინდეს. დასუფთავებისა და ლოცვის აღავლენისას ტაძარში არაერთი სასწაულებრივი ნიშანი დაფიქსირდა. საუკუნეების შემდეგ დოდოს რქაზე კვლავ აღივლინება წირვა ლოცვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი დოდო გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს გარდამავალი თარიღით, უფლის ამაღლების მომდევნო კვირის ოთხშაბათს. ხოლო მომდევნო დღეს ხუთშაბათს მისი თანამოღვაწის წმინდა ლუკიანე გარეჯელის ხსენება აღინიშნება. ღირსი დოდო გარეჯელის უდაბნოში აღვლენილი ცრემლიანი ლოცვის მადლი დღემდე უხილავად ფარავს გარეჯის მრავალმთასა და სრულიად საქართველოს. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე და მირზა ცხოიძე. მონტაჟის და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.